მოგესალმებით, ქალაქ თბილისის 162 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეები. ჩვენ წარმოგიდგენთ პოდკასტების სერიას მთაწმინდის ექოს. აქ მთაწმინდაზე იდუმალებში განისვენებენ ადამიანები, რომლებმაც თავიანთი სიტყვით საქმეთა და სიყვარულით უდიდესი კვალი დატოვეს საქართველოს ისტორიაში. მე ვარ ლიზა ნიორაძე და მე მოგიყვებით ერთ-ერთ მათგანზე, მუხრან მაჭავარიანზე. მუხრან მაჭავარიანი დაიბადა 12 აპრილს 1929 წელს სოფელ არგვეთში და გარდაიცვალა 17 მაისს 2010 წელს თბილისში. იგი იყო ქართველი პოეტი, მრავალი კრებულის ავტორი. მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფოს უნივერსიტეტი ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1988-1992 წლებში საქართველოს მწერალთა კავშირებში თავმჯდომარედ იყო. მისი პირველი ლექსი გამოქვეყნა 1952 წელს. მისი მნიშვნელოვანი კრებულებია წითელი მზე და მწვანე ბალახი და სიჩუმე უშენოდ. მისი ლექსები თარგმნილია რუსულად, გერმანულად, ინგლისურად, ფრანგულად, ბულგარულად და სხვა ენებზეც. ის გარდაიცვალა სცენაზე, თბილისის თეატრში, სიტყვით გამოსვლის დროს. ეს არის დასასრული. თქვენ უსმენთ ეპიზოდს პოდკასტების სერიიდან მთაწმინდის ექოს.